Могესалмебат архи, точка глубокого погружения, да am арხზე დებენ ხოლმე ვიდეოებს, ჯგუფი იკეს შეხვედრებს, ძალიან საინტერესო შეხვედრებს. მე მაქვს ჩაწერილი 22 შეხვედრა გადათარგმნილი და მე ხარ თავაზობ ახალ ვიდეოს ჩანაწერები არ მინდა გადავთარგმნო, ახლა ეს ახალი ინფორმაცია, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მინდა გითხრათ სკეპტიკოსებს, შეგიძლიათ არ უსვინოთ ვიდეოს ბოლომდე. რადგან თქვენ ეს არ დაგაინტერესებთ, მაგრამ თუ გინდათ მაინც გაერკვეთ რამეში, შეგიძლიათ დარჩეთ. თქვენი ნება. ხო, ეს ვიდეო ჩაწერილია 3 იანვარს, ახალი წლის შემდეგ. და ახლა გთავაზობთ, აქ არის მთელი გუნდი, ლეტალია, ბრიგინა ალონა, პანდორა რევიზიონი, ოლგა ტანი და კიდე მეორე ოლგა, ვლადიმირ ასუნი, დანარჩენი თქვენ თვითონ მოусვინეთ. ხო, ახლა კი გთავაზობთ. ეს არის 24 შეხვედრა. ოლგა ლეტალია კიდევ გეუბნებით არის ტიტული ოლგა ლეტალია ტანი და არა სხვა ოლგა. ოლგა ლეტალია მოგესალმებათ ყველას, ვინც ჩაერთო ამ ჩატს და ვინც ჩანაწერებს უსმენს, მაგათზე კიდე მოქმდეს დადებითად ის ენერგიები, რომლებსაც უშვებენ ამ ვიდეო ჩატების დროს კოსმოსიდან და თუ თქვენ გინდა რომ ამ ენერგიებმა თქვენზე იმოქმედოს კარგად, თქვენ დაგეხმაროთ, უნდა მისცეთ თანხმობა, თუ არა და შეგიძლიათ თანხმობა არ მისცეთ, იმიტომ რომ თქვენი ნების გარეშე ენერგიაც კი ვერ შევა თქვენში. აგრეთვე მივესალმებიო ყველას, ვინც ჩვენ მოგვისმენსო ჩანაწერებში. პარასკევია, 3 იანვარი, 20 საათი და 2 წუთი და ჩვენ ისევ ერთად ვართ. Am video chats hქვია იზუბრუდნი კრესერ единства. ზურმუხტის კრესერი, ერთობის ზურმუხტის კრესერი. მოგესალმებათ. ამ კრესერის კაპიტანი, ამ იკეს კრესერის კაპიტანი, ზურმუხტის კრესერის ლეტალია. სამხედრო ატაშე კი არის პანდორა რევიზიონი. მეორე კაპიტანი, თავარ სარდალი ამ ფლოტისა ვლადიმირ ასუნი. მე იკე შტურმანი ოლგა ლეტალია ლაი. მოდი ჯერ შევიდეთ უსაფრთხო ველში და ეს ველი და ეს ველი აგრეთვე დაიცავს იმათაც, ვინც მოусმენს ჩვენ ჩანაწერებს. მთავარია თანხმობა მისცეთ. მე ვუგზავნავ ყველა ბნელ და ასტრალურ არსებებს დაბალი დონისა, მოახდინონ რამეზე გავლენა ჩვენ ველებზე და ჩვენ სხეულებზე, რამე გზით. და იყოს მასე იყო და მასე იქნება. ვამაგრებ. ჩვენთან მოვიდნენ ზეციური ქალაქების წარმომადგენლები, არქანგელი მიხაელი, არქანგელოზები და სერაფიმები და ისინი ახლა დადგნენ ჩვენი საერთო ველის პერიმეტრის გასწვრივ. მეგობრებო, გთავაზობთ, შემოხვიდეთ ჩვენ ერთობის ზურმუხტის კრესერზე. სიმბოლურად განვლაგდეთ ჩვენ სავარდლებში და ფრინავებს გიგთ, მე გთავაზობთ, თავის ადგილები დაიკავოთ. ჩავიცოთ ჩვენი ფირმული კომბინეზონები, ზოგი იცნობს ბერცებს. მინდა გთხოვოთ, გაერთიანოთ თქვენი ცნობიერების ველი, ჩვენი კრესერის ცნობიერების ველთან. ყველა მონაწილე მითის, რომ ეს
კრესელი ძალიან დიდია. ვისაც უჭირს შეუძლია ყურადღება გაამახვილოს იმ კრისტალს მერკაბას, რომელიც ტრიალებს, ზოგიერთი ამას მართლა ნახავს. ჩვენ კი მოდით მოვდუდეთ დავშვიდეთ, ჯერ მოდით ვისაუბროთ წვრილი პლანის ახალ ამბებზე. ჩვენ გვილოცავენ ახალ წელს. 2024 წლის მოვლენები, წლის ბოლოს მოვლენები ვითარდებოდა ძალიან სწრაფად, ყველა მიმართულებით. 25 წელი კი დაიწყო იმით, რომ ურთიერთობა ცივილიზაცია, ესე იგი არქიტექტურების ცივილიზაციასთან ურთიერთობა ფარმაციული სივრცეებისა სირიუსი ბესი, რომელიც შედგა ჩვენთან ერთად, ოლგა ტანიდა და ჩემთან ერთად იანვარის დასაწყისში, იყო ნათქვამის შემდეგი. იცით თუ არა თქვენ, რომ თქვენ იმყოფებით ახალ სივრცეში. თქვენ გადააბიჯეთ იმ პერიოდის ზღურბლი, როდესაც გადაახვდა ახალი მატრიცა. აქ ჩვენზე რომ ამბობენ, გულისხმობენ მთლიანად დედამიწას და დედამიწელებს. ბუკვალურ გაგებით თქვენ გადალახეთ საზღვარი და შედით დაბადების ახალ დონეზე. ეს არ არის დაკავშირებული თქვენ წელთა რიცხვასთან. ეს დაკავშირებულია galaktikis ევოლუციასთან. მეგობრებო, ჩვენ ყველას ვულოცავთ ამ მოვლენას. ცივილიზაცია არქიტექტორებისაგან მოვიდნენ ჩვენთან, რომ იმუშაონ ჩვენთან აკაშის ქრონიკებსთან. ეს ჩვენ ვუწოდებთ ამას აკაშის ქრონიკებს და ისინი კი ამას უწოდებენ საინფორმაციო ველს. ისინი წმინდავენ ამ ველს, საინფორმაციო ველს, სრულ ინფორმაციისაგან, დგამენ ფილტრებს და შიგ ტვირთავენ ცოდნებს ატლანტების ოქროს წიგნიდან. მინდა ვთქვა, რომ ნათელი ძალების მუშაობა ჩვენი სივრცის აღდგენაში გრძელდება ახალ წელსაც, ძალიან აქტიურ რეჟიმში. ამ ახალი წლის 3 დღის განმავლობაში ჩემ არღზე შეუძლია იმუშაოს 3-4 ცივილიზაცია. ოლგა ამბობს, რომ ის ამას უკვე მიეჩვია, რომელიც არის მისი ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი. წლის ბოლოს ჩვენ ამ ნაკადს, სხვადასხვა ცივილიზაციებიდან სტუმრების ნაკადს ვიღედით გაჭირვებულად. ჩვენ გვჭირდებოდა შესვენება და დასვენება, ცოტაუდენი დასვენება და 31 დეკემბერს, როგორც ოლგა ტანიდამ თქვაო, მოხდაო პატარა სკანდალი. მის ველში შეიჭრა ძალიან ბევრი პლეიადიანელები, რომ ენახათ თუ რით იყო დაკავებული ის ოლგა ტანიდა, რომ მათ არ დაუკავშირდა. ხომ იცით, ნუ ხა შეიძლება ყველა არ აკეთებს, მაგრამ ალივეს რუსეთში ყველა აკეთებს და ის ოლგა ტანიდა თურმე აკეთებდა ალივეს. ის კი არა მოვიდა მისი საგრეატები, რომ ენახა რით იყო დაკავებული ოლგა ტანიდა. ის მიუახლოვდა მას, თავზე დაადო ხელი, მოეფერა თავზე და უთხრა, გოგო დაიღალა და მოაწყო პატარა აჯანყება. და წესრიგის დასამყარებლად ჩემ არხს შეუერთდა galaktikuri სასამართლო. და 1 იანვარს, როდესაც მე და ულია ერთმანეთთან ურთიერთობდით, ალბათ მესენჯერით, არ ვიცით, ჩვეულებრივად ურთიერთობდნენ, ორ ცივილიზაციასთან მოვიდნენ აკონტროლებლები galaktikuri სასამართლოდან და ამ ჩენელიგების დამთავრების შემდეგ ჩვენ გამოგვიცხადეს, რომ ისინი აკონტროლებენ სიტუაციას, რომ ჩვენ არ გადავგვტვირთონ. აგრეთვე გვაცნობეს, რომ მაგათმა galaktikurმა სასამართლომ
გაძლიერა დაცვა ჩვენი არხისა, მით უმეტეს გარედან თვალთვალისაგან, ჩვენ სხეულებზე და ჩვენ ველებზე, იმ მართლებისგან, ბნელი ცივილიზაციების მართლებისგან, რომ არ მოხდეს ჩვენს ზემოქმედება, ასტრალური არსებების მხრიდან, მაგიკური რიტუალების მხრიდან და საპასუხო მოქმედება ხდება უცებ სწრაფად და მე ამაში დავწვდი ჩემ საკუთარ გამოცდილებაზე, რის გამო მე მათ მოხდით ბაბობას, მაგრამ როგორც იქნა მე დაველოდებ თოვლის ბაბუა თურმე არსებობს. თოვლის ბაბუა ეს არის ენერგიები, ეს არის სივრცე, ეს არის სრული სასრულება, ეტალონური ბალანსისა სინათლეს და სიმნელეს შორის, დღე და ღამე, ამ სივრცის ენერგიები არის სკელი, ძლიერი, მამაკაცური, წარმოიდგინეთ, როდესაც მძლავრი ძალა შენ გაგრძნობილებს კეთილშობილების შეგრძნებას, შენი გულის და სულის სიკეთეს, რომელშიც აგრეთვე დევს სინაზე და ზრუნვა ყველაფრისა და ყველასი და დევს დიდი სიყვარული ყველას ჩვენ მიმართ და ახლანდელ დროს მე ვუღებ ჩემ არხს ამ სივრცეს და ის მოედინება ჩვენ კოლექტიურ მსახურებაში, ჩვენი კოლექტიური მსახურების ველში. ჩვენ ყველანი ახლა დღეს ვდგავართ შუა გზაზე, სინათლის და სიმნელის შორის, დღის და ღამის შუაში. მე კი ახლა ვაკეთებ ამ ენერგიების ტრანსლაციას და ტრანსლაციას ვუკეთებ იმ შუა გზას, რომელზეც ახლა ჩვენ ყველანი ვდგავართ. ეგ გზა კი გაძლევთ შესაძლებლობას თქვენ თვითონ აისრულოთ თქვენი სურვილები. თქვენ სულისამებრ უნდა აიწყოთ თქვენი გზის გაგრძელება, თქვენი დროის ხაზები, როგორც ძმების სტრუგაცკების წიგნში. შაბათი იწყება ორშაბათს. ფილმი ჩარათი გახსოვთ, ეს არის მოკლე დროის შანსი. წახვიდეთ იქ, სადაც თქვენ გინდათ, გააკეთოთ ის, რაც თქვენ გსურთ, 2 კვირა კალენდარულ ახალწლამდე და 2 კვირა შემდგომ. შეიძლება ამ ენერგიებში შესვლა და აწყოთ თქვენი აწინდელი ცხოვრება, მომავალი ცხოვრება. ოლგა ამბობს, რომ მე დარწმუნებულია, რომ თქვენი სურვილები ჩაიფიქრეთ, ახლა კი შეგიძლიათ ეს თქვენი სურვილები ისევ თქვათ და მე ვიტყვი. კადრის მიღმა. და სანამ ჩვენ ვდგავართ შუა გზაზე, ჩვენ სურვილებს და სანამ ჩვენ ჩავიფიქრებთ ამ შუა გზაზე მდგომარი ჩვენ სურვილებს, სანამ ჩვენ ვფიქრობთ თუ რა ჩავიფიქროთ, ჩვენ და როგორ გადავდგათ ეს გზა, ოლგა ამბობს, რომ მე ვუღებ არხს ამ ჩემ არხს ამ ენერგიებს. ეს არის ვეცალის ცივილიზაცია, სიყვარულის ენერგია, ოჯახური სითბოს ენერგია, ოჯახური ბედნიერების ენერგია, რომლებიც იწყებენ ჩვენი სივრცის შევსებას. მე კი მტკნარება დამაწყებია. ბევრი ახალი წელი არის ოჯახური დღესასწაული. მე მაგალითად დიდი ხანი ახალი წლის აღნიშვნა მივატოვე, რადგან ვთვლი, რომ ახალი წელი სწორ ადგილას არ დგას. სინამდვილეში ახალი წელი უნდა აღინიშნებოდეს 1 მარტიდან გაზაფხულის დადგომასთან ერთად, მაგრამ 1000 რამდენჯერმე გადააკეთეს თარიღების შეცვალეს, ადგილების შეუცვალეს, ამას უკვე მე ვამბობ. ჩვენ მოვილაპარაკეთ ცივილიზაციებს, რომ ისინი დიდი ნაკადით არ დაიწყებენ ამ ენერგიების გამოგზავნას და ჩატვირთვას
ჩვენ სივრცეში, მაგრამ ჩვენ დღეს გადავწყვეტეთ სახალხო საჩუქარი გაგიგეთოთ, გავაერთიანოთ ეს ენერგიები ჩვენ საერთო ველში, მაგრამ რატომღაც სიყვარულის ენერგიები წამოვიდა ძალიან დიდი ნაკადით და მაგათმა თქვენს რომ სიყვარული ხომ გააკლია დედამიწაზე ცხოვრებს და ამიტომო მეგობრებო თქვენ შეგიძლიათ თქვენი სურვილით თანხმობა მისცეთ იმ ენერგიებს რომლის ტრანსლაციას ახლა მე ვაკეთებ შეგიძლიათ ვარი თქვათ მაგრამ ვისაც კიდე შეგიძლიათ თანხმობა მისცეთ რომ ენერგიები შევიდეს თქვენშიც და იმოქმედოს თქვენზეც ან იმ დონით შევა ეს ენერგიები თქვენ ორგანიზმში რამდენის მიღება შეძლეს თქვენი სინათლის სხეული მე მინდა გავხსნა არხი ცერცეიას ცივილიზაციისა და შემოვშვა ჩვენ სივრცეში ნაკადი სულის სიძლიერისა ჩვენ საკუთარ თავში თავ დაჯერებულობისა სიმტკიცე თქვენი არჩეული გზისა რაღაცა სურვილი ჩაიფიქრო ან რამე მოისურვო ამას დიდი შრომა არ ჭირდებაო ამბობს ეს ოლგა მაგრამ მიზნამდე რომ მიაღწიო ამაში ძალიან დიდი შრომა უნდა ჩადვა უშრომელად ეს არ გამოვა და მე მინდა რომ ამ ენერგიებმა რომელიც მე გადავთვალე დაგეხმაროთ თქვენ ამ მიზნის მიღწევაში და წახვიდეთ იქეთ იმ მხარეს საითაც მისწრაფით თქვენი სული და საითაც მისწრაფით თქვენ 29 დეკემბერს მე მქონდა კონტაქტი ცივილიზაცია პოსეიდონთან ისინი არიან განლაგებული პლეიადების თანავარსკვლავედში მათი პლანეტა წარმოადგენს ერთ სრულიად მთელ ოკეანეს და ამ ცივილიზაციის წარმომადგენლება და ამ ცივილიზაციის წარმომადგენელი მე მომაგონებდა დიდ 8 ფეხას და ის იყო ისეთ აბრძვანი რაღაცაში იჯდა რაღაცაში რომელიც მოგაგონებდა ბაწის კაპს ის იყო რბილი და გამჭვირვალე რომელშიც ესხა წყალი იყო ცოტა მოყვითალო ფერის ბატისკაფი წარმოიდგინეთ სავსე წყლით მაგრამ გამჭვირვალე რბილი და იქ იჯდა ეს 8 ფეხა რომ კონტაქტი შემდგარიყო მან თავისი თათი ერთი მიადო ჩემ ხელს მე კვეთრად მიგზენი მაგის შეხება ისინი მოვიდნენ დავალებით კავშირი დაემყარებიათ ჩვენი წყლის ცივილიზაციებთან რომელიც არსებობს ჩვენ პლანეტაზე მათ თანაძმებთან მათ ძმობილებთან მაგათმა უნდა გაუკეთონ აქტივაცია წყლის კრისტალებს კი აქ არის ასეთი კრისტალები გაიუშკაზე ეს კრისტალები განლაგებულია სოფლიო ოკეანების სხვადასხვა ადგილას და ადრე იყვნენ დაკავშირებული ძველ კრისტალურ ბადესთან დედამიწის ბადესთან მე მითხრეს რომ საჭიროა მათი სინქრონიზირება დედამიწის ახალ ბადესთან და ეს კრისტალები აქტივაციის შემდეგ ამ კრისტალებს და ახალი დედამიწის ახალ ბადეს ელექტრონულ ბადეს უნდა მოარგონ ესენი ერთმანეთი როგორც მაგალითად კომპიუტერში ჩვენ თუ ახალი ტელეფონები ვიყიდეთ პროგრამებს ხო თავიდან ვიჭერთ ან გადატვირთვას ვაკეთებთ სინქრონიზაციას ვუკეთებთ აი ამ დაგვარი მოქმედება ხდება ხო და ეს გამოსწორებები ნასტროიკი როგორ ვთქვათ აწყობა მოხდება თავიდან აწყობა ყველაფრისა აგრეთვე იყო ატვირთული დაზიანებული დნმ-ის აღსადგენად კოდები აგრეთვე სხეულების დაზიანების აღსადგენად მათი თანაზმებისა
ვინც რომლებმაც განიცადნენ მუტაცია, ხომ არის რომ ხანდახან იჭერენ ისეთ უცნაურ თევზებს, ხან ადამიანის თავი აქვს, ხან ძაღლის თავი აქვს, ხან ცხენის თავი, სხვადასხვა რა, ამას ქვია მუტაცია ყველაფერს. მაგათმა თან მოიტანეს ენერგიები, რომლებსაც გააჩნიათ განკურნებითი თვისება. დამადლიერების ნიშნად მაგათმა მე მაჩუქენ, ამოსულია ის სამისფერი კრისტალი შუქურა, რომლებზეც რეაგირებას გააკეთებენ წყალსაცავების, დედამიწის წყალსაცავების ყველა მცხოვრები. მე გამეაქტიურეს ტელეპათიური კავშირის შესაძლებლობა. მოგვიანებით მე გავიგე თუ რატომ იყო საჭირო ყველა ენერგიების და არსებების ერთ არხში გაერთიანება ჩვენი სივრცეებისა, რომლებიც მაგდება მეხუთე გაზომილებაში. ეს ინფორმაცია ჩემამდე მოვიდა ცივილიზაციის უხუცესებისგან, ცელსიის ცივილიზაციების უხუცესებისგან. ცნობიერების კოლექტიური ველი, კოლექტიურ ცნობიერების ველში შედის არა მხოლოდ ადამიანების ცნობიერება, არამედ ყველა არსებებისა, ვინც ბინადრობს ამ სივრცეებში. მე ვგულისხმობ ჩვენი ცივილიზაციის სივრცეს, ფიზიკურ, დედამიწის ფიზიკურ სხეულს ისინი უწოდებენ ტერას და დედამიწის სულს უწოდებენ გაიას. მე აგრეთვე მქონდა ურთიერთობა პლაზმოიდურ ცივილიზაციის წარმომადგენლებთან, მეჩვიდე გაზომილებიდან, რომლების ენერგია იყო იმდენად სკელი, რომ მეც კი მათ ხედავდი როგორც ვერცხლის წყლის ტბას. მაგათმა მოიტანეს კოდები პლაზმური მდგომარეობისა, კრისტალებისა და მეტალებისა ჩვენი დედამიწისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საბადოებს, რომლებიც ახლა არის დედამიწაზე, ესე იგი შეეცვლება თვისებები, უნარები, რაც მოგცემთ საშუალებას ჩვენ უკვე სხვა რაღაცაშიც, რაც აქამდე ვერ გამოგვიყენებია, სხვა რაღაცაშიც გამოვიყენოთ ისეთ თვისებები და ისეთი უნარები, უნარებს აითვისებენ ჩვენი დედამიწის საბადოები, ნებისმიერი. გინდა ოქრო იდვას, გინდა რკინა, გინდა ნახშირი, მნიშვნელობა არ აქვს. ისინი შეიცვლიან თავის თვისებებს და უნარებს. ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარე, რომ ენერგიები იწევა, ხომ დედამიწაზე ძლიერი, მაღალ სიხშირიანი ენერგიები მოდის და ეს ყველაფერი მარტო ჩვენზე კი არა, მთელ დედამიწაზე მოქმედებს. მთელ დედამიწაზე. ხო? და ამ რუდი საბადოები როდესაც შეიძლება თვისებები და უნარები ამ ელემენტებისა, მეტალებისა, რასაც კი მოიპოვებს ადამიანი დედამიწაზე, გაჩნდება საშუალება ახალი ტექნოლოგიები დაამუშავო, ახალი ტექნოლოგიები აწყო და გამოიყენო მომავალში. ისინი კოდებს ტვირთავდნენ დედამიწის კრისტალიკურ ბადეში, კრისტალическую решетку планеты. მე დავინტერესდი, შეიძლება თუ არა ჩემი კრისტალები ახალი პლაზმური თვისების ათვისებას. მაგათმა მითხრეს, რომ კოდები, რომლებიც მათთან მოიტანეს ადამიანისთვის ჯერ, ეს კოდები ადამიანისთვის არა განკუთვნილი. მაგათმა მითხრეს, რომ ადამიანებისთვის განკუთვნილ კოდებს, რომ ჩვენი პლაზმური კრისტალიკების აქტივაცია გავაკეთოთ, იქნება მოცემული ცოტა მოგვიანებით. ცივილიზაციაზე მეკითხა მათი სახელწოდება, მე ვერ შევძელი, რადგან ძალიან ძლიერი და მაღალი ენერგიები მოდიოდა, მაგრამ ჩვენ მოგვილაპარაკეთ, როდესაც ისინი მოგვიტანენ ჩვენ
კოდებს ჩვენი პლაზმური ჩვენი სხეულის პლაზმური ნაწილისთვის ჩვენ მათგან მივიღებთ გზავნილს გაკუთვნილ კაცობრიობისთვის. დღეს იყო სამუშაო ჩემ არხზე მოვიდნენ არქიტექტურების ცივილიზაცია, რომლებიც ქმნიდნენ მატერიალურ სამყაროებს და ამ ცივილიზაციას ერქვა მერცეა. ისინი არიან მეცხრე განზომილებიდან და მაგათმა მოიტანეს საერთიანებელი კოდები ერთიან კოლექტიურ ცნობიერების ყველა არსებებისა, რაც კი სიცოცხლე არის ჩვენ დედამიწაზე, მათი კოდები, რომლებიც ეხება საერთოდ სიცოცხლეს, რაც კი არსებობს დედამიწაზე. მეხუთე, მეცხრე განზომილებების ჩათვლით მეხუთე, ესე იგი, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე განზომილებები გაერთიანდება, იქნება ერთიანი სივრცე. განზომილებები პირველი, მეორე, მესამე სიმჭიდროვესი არ იქნება გაერთიანებული. მეორე განზომილება იქნება გარდამავალი, როგორც ხიდე პირველიდან მესამე სიმჭიდროვეში, როგორც ხიდე გადასვლის. ასევე მოიცადეთ, მე ხომ თქვი, რომ მეორე განზომილება იქნება როგორც ხიდე იმისთვის, რომ გადახვიდე პირველიდან მესამე განზომილებაში. ასევე მეოთხე განზომილება იქნება, მეოთხე სიმჭიდროვე ასრულებდეს იქნება ხიდის როლს, რომ მესამე სიმჭიდროვიდან კაცობრიობა გადავიდეს მეხუთე სიმჭიდროვეში. მეოთხე იქნება გადამსვლელი ხიდი, შეასრულებს ხიდის როლს. და იქ იქნება დაყენებული ფილტრები მეხუთე განზომილებაში გადასასვლელად. ესე იგი, ადამიანები სულები, არ ვიცი ახლა ეს როგორ მოხდება, სანამ გადავა მეხუთეში, ისინი იძულებული იქნებიან ეს ფილტრები გაიარონ. ჩვენ დიდი მადლიერებით ხებულობთ ამ საჩუქრებს ცივილიზაციებისაგან. ყველას ვუხდით დიდ მადლობას. მადლობა მათი დახმარებისთვის. მეგობრებო, თუ თქვენ გრძნობთ ახლა გადაღლას, თუ თქვენ ეს ენერგიები მიიხედათ, თქვენ უსმენთ ამ ვიდეოს და თქვენ გრძნობთ გადაღლას, რომლების ტრანსლაცია იყო ახლა ჩვენი არხით. თუ თქვენ ცუდად გრძნობთ თავს, თქვენ შეგიძლიათ თქვენი სურვილი გამოთქვათ ხმამაღლა, რომ თქვენ არ გიდათ მეტი ამ ენერგიების მიღება. მაგრამ თუ კარგად ხართ, საკურილით შეგიძლიათ გააგრძელოთ. და თუ ეს ენერგიები ჯერჯერობით დარჩება ჩვენ ველში, თუ თქვენ მეტი არ გიდათ მათი მიღება. მე ახლა გადავცემ სიტყვას მეორე კაპიტანს ვლადიმერ ასუნს, რომელიც აგრეთვე არის მთავარსარდალი ხომალდი იკესი. ვლადიმერ ასუნი მადლობას უხდის ოლგა ნატალია ლაის, მადლობას უხდის გაიუშკას, დედამიწის სულს. მოესალმება ყველა ფრინავებს და მოესალმება მათ, ვინც იმყოფება ერთიანი ველში მათთან ერთად. დღეს ვიქნებიო მოკლე, რადგან უკვე ოლგამ ილაპარაკა მაგ ისეთ თემებზე, რომელსაც მე მინდოდა უფრო ყურადღების მიქცევა, მაგრამ ამას ყველაფერს გავუკეთებ ჩემო ინტერპრეტაციას. მოვიდა ახალი ამბავი იმასთან დაკავშირებით, ახალი გაგება, რომ ჩვენ ვიმყოფებით მეოთხე სიმჭიდროვის გასulis დერეფანში. ყველა იმ სიხშირეების აწევა, რომელიც ხდებოდა 2024 წლის განმავლობაში, ცივილიზაციების გამოჩენა, ხომალდების გამოჩენა,
ის ენერგიები, რომელსაც ყველა გრძნობს და ის ცვლილებები, რომლებიც ხდება ჩვენ ორგანიზმში, აგრეთვე ცვლილებები, რომლებიც მოხდა ჩვენი საკვების გემოს რეცეპტორებთან დაკავშირებით. ზოგმა შეიცვალა კვების რეჟიმი, ზოგმა შეიცვალა გემოვნება, გემოების საჭმელების და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით ამ მეოთხე ბუფერულ ზონაში. და რატომ არის მეოთხე სიმჭიდროვე ფილტრი? ეს ფილტრი მაგიტომაა მეოთხე სიმჭიდროვეში დაყენებული, რომ მეხუთე განზომილებებში ჩვენი ემანაციები, ჩვენი ფიქრები ხელად მოდის, ხელად აქტივირდება, ხელად სრულდება და იმისთვის, რომ ჩვენ მეხუთე განზომილებაში გადავიდეთ უკვე მომზადებულები და იქ არ დავამტრიოთ რომ იწყვიან რუსები ნინომალი დრով ან რამე არ გავაფუჭოთ, ჩვენ აქ უნდა გავიაროთ რაღაც ტრენინგის მაგვარი. აქაც კი ახლა ჩვენ დროში ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგი ჩვენი უარყოფითი ემანაციები ზოგჯერ ჟღავდება ძალიან უცებ. დადებითი ემანაციებიც, დადებითი ჩვენი აზრებიც ჟღავდება, იგიც ძალიან ჩქარა, სწრაფად. და ჩვენ კარმულ, სარკისებულ კარმულ ანარეკლში ჟღავდება ძალიან ჩქარა. სადღაც ომი იწვინვარებს, სადღაც ფერიები გამოჩნდება. იქ სადაც მიდის მაღალვიბრაციული ემანაციები, მაღალვიბრაციული ვიბრაციები. ბუნებრივია, ახალი ამბებიც მასეთივე მოდის იქედან. ჩვენ პასუხისმგებლობით უნდა მოვიკიდოთ ჩვენ აზრებს, ჩვენ ემანაციებს, ჩვენ გრძნობებს, ჩვენ მიზნებს. ყველაფერი ეს იწერება და ირეკლება მთელ სამყაროში. რაც უფრო მეტი დადებითი გამოჟღავდება ჩვენი მხრიდან, მით უფრო ჩქარა ჩვენ გადავლახავთ ამ ბუფერულ ზონას და აღმოჩნდებით მეხუთე განზომილებაში. ეს არის დამოკიდებული ჩვენგან. როდესაც მე ვნახე პლაზმური ხომალდი, რომელიც ჩვენ თავისებით ეკიდა, მე მაშინ მიხვდი უკვე, რომ ჩვენ მესამე განზომილებაში არ ვიყავით. და ასეთი ხომალდები თუ იყო დაუშვათ ერთეული შემთხვევები, ახლა უფრო გახშირდა ასეთი შემთხვევები. მაგალითად, ჩვენ ყველანი ველოდებით გალაქტიკურ სასამართლოს, რომელმაც კონტროლი დააწესა სიღრმისეულ თავრობაზე. ეს ძალიან სასიხარულო ამბავია, ხალხო. ეს იმას ნიშნავს, რომ კაბალას ზურგი არ აქვს. კაბალას შესაძლებლობები ამოელია. ის ნაბიჯსაც კი ვერ გადადგამს, რადგან მას აკონტროლებს გალაქტიკური სასამართლო. წამოიდგინეთ, ახლა წამოიდგინეთ თქვენ უკეთესობისკენ წავა საქმე. ახლა მე არ ვამბობ იმაზე, რომ არ იქნება რაცა სკანდალები, კამათი, ჩხუბი, კონფლიქტი. ზუსტად უფრო მეტი შეიძლება მოხდეს ეს კონფლიქტები. რადგან მათ აკონტროლებს გალაქტიკური სასამართლო. ჭყალებში ყავენ მოდებული. ეს სასიხარულო ამბავია. კაბალა აგონიაშია. კაბალას მალე ბოლოს მოუხედე. მაგრამ აგრეთვე ცალში გამოჩნდება ხოლმე ნეგატიური ხომალდები, რომლებსაც გალაქტიკურ სასამართლოს უწევს და მათი ჩამოგდება უწევს გალაქტიკურ სასამართლოს. ალბათ ბევრი გახდა მოწმე ამისი თუ არა და მალე ყველა ნახავს ამ ამბავს, როგორ აგდებენ ხომალდებს და ეს იქნება ნეგატიური ხომალდები.
მე ვფიქრობ, რომ 2025 წელი იქნება უფრო მეტი ტრანსფორმაციული, ვიდრე 2024 წელი იყო და დღეს რომ ჩვენი ოლია კოდებს ტვირთავდა ოლგა ტანიდასთან ერთად, ეს ენერგიები ჩვენ ძალიან გამოგვადგება. პოლარობა იქნება ძალიან დიდი, სადღაც ნაკლები. რასაკვირველია, სადღაც იქნება მაღალ ვიბრაციული ენერგიები, სადღაც დაბალ ვიბრაციული. დუალობას მეოთხე გაზომილებაში ჯერჯერობით ტოვებენ. ის არცად არ გაქრება. ამიტომ ჩვენ პატის უნდა ცემდეთ სხვის არჩევანს. პატის უნდა ცემდეთ მათ, ვინც ჩვენთან ერთად არ მიდის ერთი გეზით, მაგრამ ჩვენ ენერგიებს გავუკეთებ ტრანსლირება, რადგან ჩვენ გვინდა წინ წასვლა. და ისინი, ვინც იქნებიან იმ ადგილებში, სადაც ეს დაბალვიბრაციული ენერგია დაუწყებს მათ ჭყლენტვას, ეს დასაკვირველია იგრძნობოდეს იქნება. ეს იმის ნიშანია, რომ თქვენ ხართ ამ ენერგიაზე მეტი, იმ დაბალ ენერგიაზე მეტი მაღალ ვიბრაციული და ამიტომ გემართებათ ის. თქვენ ხართ, თქვენგან გამოდის სინათლე და ეს სინათლე გამოიყენება. თქვენ გექნება თქვენი კოდები და თქვენ უნდა გააფართოვოთ თქვენი სინათლე. უნდა ასხივებდეთ და თქვენ უნდა იყოთ შუქრა მათთვის, ვინც დაკარგულია. ეძებეთ მხარდაჭერა და ძალა თქვენში და თქვენ ეს დახმარება და ეს მხარდაჭერა მოგივათ შიგნიდან. ეს დახმარება და მხარდაჭერა თქვენ მოგივათ სხვა ცივილიზაციების მხრიდან, მაგრამ თქვენ უნდა მოინდომოთ. ხალხო, დაიმახსოვრეთ, რომ სინათლე ძალა არის ჩვენში და ჩვენ ეს ძალა უნდა გამოვახვითოთ და ეს სინათლე უნდა მოვაფტვიოთ. შემქმნელი ეძებეთ თქვენში. გამოავლინეთ შემქმნელის თვისებები. ჩვენ უნდა ვარქვევდეთ პოზიტიურ ენერგიას. უნდა უნდა გამოვიმუშავოთ ყოველთვის მხოლოდ პოზიტიური ენერგია და მაღალ ვიბრაციული ცივილიზაციების კოდების გამოყენებით ჩვენ ვეხმარებით ჩვენ საყვარელ დედამიწას ამის ყველაფრის ტრანსლაციაში. ვლადიმერ ასულმა გადასცა სიტყვა პირველ კაპიტანს ლეტალიას, რომელსაც ეკუთვნის ეს არხი точка глубокого погружения, სადაც ხდება იკეს ვიდეოების ატვირთვა. და ის მოესალმება ყველა მოგზაურებს და ყველას, ვინც ახლა იმყოფება მათ ველში. ლეტალია ამბობს, რომ მინდა ვილაპარაკო 2025 წელზე. თქვენ იცით ყველა, თქვენ იცითო, რომ ამ წლის სიმბოლო არის გველი. მინდა ეს აზრი, ამ გველის აზრი, გველის მნიშვნელობის აზრი უფრო ახსნა. მოდით ახლა შევიდეთ რაღაც მედიტაციურ მდგომარეობაში და რასაც ახლა მე ვიტყვი, ეხოთ განმეორდება თქვენ ცნობიერებაში. ჩვენ დღეს ვუყურებთ ჩვენი ცნობიერების ბნელ მხარეს, იმ დუალობას, რომელიც გამოვლენილია მინუსში. ჩვენ ეს უნდა ვნახოთ, დავაფიქსიროთ და გავუშვათ. YouTube-ზე დუალობის უარყოფით მხარეზე მინუსზე არავინ არ საუბრობს, ყველა საუბრობს მხოლოდ სინათლეზე, მაგრამ ჩვენ ვართ მთლიანობის განუყოფელი ნაწილი და როგორც კარგია მასში არის ცუდი და როგორც თეთრი არის მასში არის აგრეთვე შავი და ჩვენ თუ არ მივაქციეთ ყურადღება ამ ბალანსს და ეს მინუსი ყოველთვის დაატურმოზებს ჩვენი სინათლის განვითარებას. თუ ხომ იცით, რომ
მეშოკის სავსე ქვებით მთაზე ასვლა ძალიან გაგიჭირდება. თქვენ უნდა მოძებნოთ ის, რაც თქვენ ხალხს შეგიშლით თქვენ სულიერ განვითარებაში. უნდა მოძებნოთ, დააფიქსიროთ და გაუშვათ. როგორც ბალასტი ჩამოიგდოთ. თუ შევიხედავთ ბიბლიაში, სადაც გველი აცტუნებს ადამ და ევას, იქ გველი არის გველს აქვს სხვა ინტერპრეტაცია, მაგრამ ეს არ არის რეპტილოიდი, არ შეგეშალოთ. არადა წინა ვიდეოში მე რომ ახლა ამას წინათ ვიდეო ავდივართ, ჯონი ყავს სტუმრად, ჯონი ესე იგი რეპტილიების მცოდნე სპეციალისტი, მან თქვა რომ ბიბლიაში ნახსენები გველი იყო რეპტილოიდი. ხო ხედავთ, ყველას გააჩნია თავთავისი აზრი და ლეტალია ამბობს რომ არ შეგეშალოთო რეპტილოიდებთან. ნუ ახლა ეს თქვენ გამოიტანეთ, რადა გველები სხვათა შორის მე შევხვედრივა ინტერნეტში ისეთ ვიდეოებს, სადაც რეპტილიები, დრაკო და გველებს აერთიანებენ ერთ გაგებაში. თურმე ეს მასე არ ყოფილა, მეც არ ვიცოდი ეს ამბავი. გველები და რეპტილიები სულ სხვადასხვა გაგების ყოფილი, სხვადასხვა ტერმინია თურმე. და ამიტომ მე ბოდიშ გიხდით გაუგებრობისთვის. ალბათ ამ რეპტების მცოდნე სპეციალისტმა რატომ თქვა მასე, მაგრამ რატომ მიაკუთვნა გველი იგივე რეპტილიას? თურმე გველი რეპტილიას არ მიეკუთვნება. ამის თქვა მინდა. გველები არის ცალკე აღებული რასა. გველები ხდება გველი არის როგორც გასაღები ცოდნის ასათვისებლად, დუალობის გზით და სულიერი გაღვიძების გზით. ამ 2025 წელს ფიქსირდება მომენტი კოლექტიური აღმავლობის, სადაც გველი ხდება შიდა ტრანსფორმაციის სიმბოლო და კოლექტიური და პირადი ჩრდილების ინტეგრაცია. ჩვენ ახლა გულისხმობთ ზუსტად ამ ჩრდილებს და არა სინათლეს. როდესაც მე ვსწავლობდი ერთიანობის უნივერსიტეტში, ჩემი ძვირფასი მასწავლებელი ამბობდა, გვეუბნებოდა ჩვენ, რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენი შიშები დამალოთ ნოხის ქვეშ, მაგრამ ერთჩვენია დღეს ის აყროვდება და თუ ცხოვრებას კოშვარად აქცეს. არ თქვათ უარი თქვენ შიშებზე. არ დამალოთ თქვენი შიშები ნოხის ქვეშ. გველი ედემურ ბაღში ნიშნავს გამოღვიძებას და გამოფხიზლებას. დაბადების წიგნში გველი აცნობს ევას, როგორც იცით ის თავაზობს ვარცხს, რაღაც არალოგიკური გამოდის, რომ ადამიანი და ევა არ ღვევენ რაღაც წესებს და გველი გამოდის ანტაგონისტად. როდესაც გველი თავაზობს ადამ და ევას აჩვენოს სამყარო მთლიანობაში, ის თავაზობს, გველის თავაზობს ექსპერიმენტს. ახლა კი გადავიდეთ ჩრდილების ინტეგრაციაზე. როდესაც ევა ირჩევს ხილის ჭამას, ეს დაუმორჩილების ფაქტი კი არ არის. ეს არის სიმბოლო დუალობის ადამიანური დუალობის მიღებისა. ეს მომენტია, როდესაც კაცობრიობამ აერჩია გზა თავის ინტეგრაციისკენ. ბევრ კულტურაში გველი ნიშნავს ცხოვრებაში ციკლების არჩევას, სიკვდილის სიმბოლო და ზოგ კულტურაში ნიშნავს დაბადების სიმბოლო. ძველ ეგვიპტეში გველი უდრიდა ღვთაებრივ სიბრძნეს და სულიერ დაცვას. ალქიმიაში გველი, რომელიც ყლაპავს საკუთარ კუდს, ნიშნავს ბორა-ბორას და რომელიც სიმბოლირებს
სიცოცხლის მუდმივ ციკლს. ბერძნულ მითოლოგიაში გველი დაკავშირებულია გამოჯანმრთელებასთან, განკურნებასთან. ეს არის სიმბოლო, არის ასკლეპიის სიმბოლო, მედიცინის ღმერთის სიმბოლო. ასკლეპი, გველი წარმოგვიდგება იმ აზრით, რომ გველები ხომ იგდებენ ძველ კანს, ესე იგი ჩვენც ძველი, ჩვენი აზროვნება ძველი თვისებები, რომელიც ჩვენ გვიშლის ხელს წინ წაწევის განვითარებით, ჩვენ ეს კანი, ეს გველის კანი უნდა დავიგდოთ. და ეს ჩრდილები ჩვენ არ უნდა გადავიყვანოთ შემდეგ განზომილებაში. ახლა კი ვისაუბროთ კუნდალინიზე. თქვენ იცით, რომ კუნდალინი ეს არის ენერგეტიკული გველის მაგვარი, რომელიც დევს კოპჩიკის ზევით. ბევრ რელიგიებში გველი წარმოგვიდგება როგორც ფარული ენერგია, რომელიც ჩაკრებით ადის ზევით და მოაქვს ჩვენთვის განათება, პროსვეტენიე, გამოღვიძება, კიდე რაც არ უნდა ის დაარქვით. ბევრი წლის წინ, როდესაც პირველად გავიგე ოქროს ქალაქზე, მე ვიყავი დაკავებული სამყაროს მატრიცით. ჩვენ ვიყავით დიდ სუპერმარკეტში, იქ ჩვენ გვედგა მაგიდა სადაც, ჩვენ ვყიდით ჩვენ მატრიცებს, მასზე ვესაუბრებოდით ხალხს, ამოვიდა ერთი ადამიანი და გვითხრა, თქვენ უნდა მოხვიდეთ, ჩვენ გვაქვს ერთი ასეთი შეკრება და ეს შეკრება უნდა მოხდეს, ეს მოლოგი შეკრება დღეს, ნახევარ საათში, თქვენ უნდა ნახოთ რაღაც და ჩვენ თქვით, რომ მოდით წავიდეთ. მოვიდა ქალი ავსტრალიიდან და დაყვება რომელიღაც მასწავლებლებზე მრავლობითში. ჩვენ მოვედით დარბაზში, იქ იყო 10 ისე დიდი აუდიტორია, საცხა იქნებოდა შეკრებილი 30 ადამიანამდე. და ის ისე ჩვენ წინ დაყვებოდა მოგობანებზე, უნივერსიტეტზე და რაღაც მომენტში მე ვიძირები სხვა სივრცეში. ეს იყო 2010 წელი. ხედავ, რომ მივდივარ მე ზღვის პირას და წყლის დონეზე, კრომკიდან 1 მეტროზე მოფრინავს 10 ისე დიდი ოქროს ბურთი და ტელეპათიურად ჩვენთან ურთიერთობს, მეკონტაქტება ტელეპათიურად. და ის მეუბნება, ჩამოდი ჩვენ ქალაქში, შენ გექნება ბევრი საჩუქარი, რომლის ჩუქებას ჩვენ შევძლებთ. იყო სიყვარულის ბევრი ენერგია და როდესაც ეს ხელვა თავდებოდა, რაღაც მოხდა ჩემს ხელში, მე ვიგრძენი, რომ ამ კოპჩიკის რაიონში რაღაც დაიწყო მოძრაობა და შემდეგ მე ისე ვზონდი თავს, როგორც ადუღებული წყალი. ის რაც ამოძრავდა, ავიდა ზევით სპირალისებული მოძრაობით და გამოვიდა ჩემი ყურებიდან და ცხვირიდან, ყველა ნახრეტებიდან, ამოვიდა ორთქლი. გვერდი ბრძოლი ქალი ახდა და მეკითხება, რა მჭირს მე? შენ როგორც გველეშაპი აფრქვევ ცხელ ორთქლს. და შემდეგ მე მქონდა ისეთი გაუგებარი მდგომარეობა, მე მივხვდი, რომ აიწია ჩემმა კუნდალინმა როგორც რეაქცია ჩემი ფიზიკური ველის რეაქცია ამ ბაგავანზე იმხელა იყო, რომ წავიდა ასეთი აქტივაცია. ეს კუნდალინი, გველი კუნდალინი არის ჩვენში ყველაში და როცა ჩვენ ვართ მზად მივიღოთ ეს ახალი ენერგიები და არ გვაქვს ბლოკები, თუ ჩვენ არ გვაქვს რამე ბლოკები, კუნდალინს შეუძლია ჩვენი მომენტალური გამოღვიძება. რას ნიშნავს გველის ჩრდილი? ჩრდილები. ეს არის შიში იმისა, რაც შენ ჯერ არ გესმის. და როგორ ვლინდება გველის ჩრდილი თანამედროვე სამყაროში. და პირველ რიგში ის ვლინდება ტრანსფორმაციის შიშში. ადამიანს ეშინია ესე იგი თავის საკუთარი შეცვლა, ეშინია ტრანსფორმირება თავისი საკუთარი თავი.
გველი ნიშნავს ცვლილებებს, მაგრამ ბევრი ადამიანი შიშობს. არ უნდა ხელიდან გაუშვას ძველი ცხოვრება, ძველი კომფორტი, ძველი წესები. ებღაუჭება ამ ყველაფერ ძველს. არ უნდა კომფორტი დაერღვეს. მაგრამ ცხოვრება ხომ ერთ ადგილას არ დგას, ყველაფერი იცვლება და ჩვენც უნდა შემიცვალოთ ჩვენი კომფორტი ზონა. მაგრამ იმის მაგებრად, რომ ჩვენ მივიღოთ ჩვენი ცხოვრების ბნელი მხარეები, ხალხი საპასუხოდ იღებს იწყებს საპასუხოდ ამისა წუწუნს და ამ წუწუნის დახმარებით ისინი აბეტონებენ თავის თავს, თავის საკუთარ ცხოვრებას, ასე ვთქვათ, აკოდირებენ ტანჯურ ცხოვრებისკენ, რადგან შემდეგ ცხოვრების ციკლში ამ ადამიანს მოუწევს ისევ იგივე ბოცხზე ფეხის დაბიჯება. და თუ ეს გაკვეთილი ადამიანმა ვერ აითვისა, ეს ცხოვრების ეს ციკლი მეორდება მაგისთვის კიდევ ერთხელ და კიდევ, თუ გაკვეთილი არ აითვისა. რას ნიშნავს ადამიანი, უკაცრავად რას ნიშნავს გველი 2025 წელს? ხდება კოლექტიური გამოღვიძება, სადაც გველი არის მნიშვნელოვანი სიმბოლო ინტეგრაციისა, პირადი და კოლექტიური ძალების. დედამიწის კუნდალინი იღვიძებს გლობალურად და ცვლის კაცობრიობის აღთქმის ათვისებას. კოლექტიური ჩრდილების ინტეგრაცია ეს არის კონფლიქტები, კრიზისების პოლარიზაცია, ეს არის ანარეკლი კოლექტიური ჩრდილებისა, რომელიც საჭიროებს განკურნებას კაცობრიობის ცნობიერების გლობალურ დონეზე და ამ ყველაფერს თქვენ აღწევთ ამ დუალობის, ერთიანობის დონეზე. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ დუალობიდან გამოსვლა. და გველი გვასწავლის, რომ ბოროტება და სიკეთე ეს არ არის ურთიერთ противоположность, ურთიერთ, რომ სიკეთე და ბოროტება და სიკეთე არ არიან ერთმანეთის მტრები. არამედ ეს სიკეთე და ბოროტება და სიკეთე არიან ერთი მედალის მხრები და ამ ორივეს მიღება არის, ამ ორის მიღებას ჩვენში შემოაქვს ბალანსი. ამიტომ თქვენ ჩრდილს უყურეთ მამაცურად, ის უნდა მიიღოთ როგორც თქვენი უცვლელი ნაწილი